დღეს მაყვალზე მინდა მოგიყვეთ. დამერწმუნეთ, გაოცდებით და ინანებთ, რომ ეს აქამდე არ იცოდით. მაყვალი ბუნების ნამდვილი საგანძურია. ამ გემრიელ კენკრას საინტერესო სამედიცინო და სამკურნალო ისტორია აქვს, რომელიც ათასწლეულებს მოიცავს. სხვადასხვა კონტინენტის მკვიდრი უძველესი ცივილიზაციები მოხიბლული იყვნენ ამ კენკრის არა მარტო უნიკალური სილამაზითა და გემოთი, არამედ პირველ რიგში მისი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებით. და აქ მხოლოდ მის გემრიელ ნაყოფზე არ ვსაუბრობთ. თანამედროვე მედიცინა ჩვენი დროის დიდი მიღწევაა და ამაზე არავინ დაობს, მაგრამ მეორეს მხრივ მისი კომფორტულობის გამო, სადაც არაფრის დაკრეფა და მომზადება არ გვჭირდება, არამედ წამალს აფთიაქში აბების სახით ვყიდულობთ და ვყლაპავთ. დავიწყებას ეძლევა ღმერთის მიერ ჩვენთვის უფასოდ ბოძებული დედა ბუნების გემრიელი და თან სამკურნალო საშუალებების შესახებ ცოდნა. შესაბამისად ბუნებრივი სამკურნალო საშუალებების გამოყენება, რაც ათასწლეულების მანძილზე მედიცინის და მაშინდელი განათლების შემადგენელი ნაწილი იყო, ჩვენს დროში სამწუხაროდ იშვიათად თუ იცის ვინმე. დღეს მაყვლის გემრიელი ნაყოფისა და მისი ფოთლების უაღრესად სასარგებლო და სამკურნალო თვისებებზე გესაუბრებით და რეცეპტებსაც შემოგთავაზებთ. ცოტამ თუ იცის, რომ მაყვლის არა მარტო ნაყოფს, არამედ ასევე მის ფოთლებს უზარმაზარი სარგებელი მოაქვს ჯანმრთელობისთვის. მაყვლის ფოთლებს თავისი სამკურნალო თვისებების გამო აზიის ქვეყნებში უძველესი დროიდან დიდ პატივს სცემდნენ. ისინი განსაკუთრებით გამოიყენებოდა და დღესაც ძალიან პოპულარულია ისეთი სასიცოცხლო ორგანოების, როგორიცაა ღვიძლისა და თირკმელების სამკურნალო. ამ ფოთლებს ტრადიციულად ამ ორგანოების დეტოქსიკაციის, ფილტრაციის და საერთო მეტაბოლური ბალანსის შესანარჩუნებლად გამოიყენებენ. მაყვლის ფოთლები შესანიშნავია მადისა და საჭმლის მონელების სტიმულირებისთვის. გარდა ამისა, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და იცავს გულ-სისხლძარღვთა სისტემას. მათი ერთ-ერთი თვალსაჩინო მხარეა მისი არტერიულ წნევაზე დადებითი გავლენა. ამ თვისების გამო ეს ფოთლები ისტორიულად ჯანსაღი არტერიული წნევის შესანარჩუნებლად გამოიყენებოდა. ამ ფოთლების დადებითი გავლენა სისხლში შაქრის რეგულაციაზეც ვრცელდება. გარდა ამისა, იცოდი, რომ მაყვლის ფოთლების ჩაის ნაბახუსებზე შესანიშნავი ეფექტი აქვს. მისი მიღება ამ მდგომარეობასთან დაკავშირებულ დისკომფორტს ამსუბუქებს. რაც შეეხება მაყვლის გემრიელ ნაყოფს, ის ასევე მდიდარია ორგანიზმისათვის საჭირო ვიტამინებით და მინერალებით. მაყვალი C ვიტამინის შესანიშნავი წყაროა, რომელიც არა მხოლოდ ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას ინფექციებისა და დაავადებების თავიდან ასაცილებლად, არამედ ეხმარება ქსოვილების, მათ შორის კანის რეგენერაციას. მისი კოლაგენის გამაძლიერებელი თვისებები მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც ჯანმრთელი და ახალგაზრდა კანის შენარჩუნებაში, ასევე ჭრილობების შეხორცებაში. მაყვალი ასევე შეიცავს ვიტამინ K-ს, რომელიც ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ოპტიმალური ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. ეს საკვები ნივთიერება აუცილებელია სისხლის სათანადო შედედებისათვის, რაც უზრუნველყოფს ჭრილობების ეფექტურად შეხორცებას და ამცირებს ჭარბი სისხლდენის რისკს. გარდა ამისა, ვიტამინი K წარმოუდგენლად ძვირფასია ძვლის ჯანმრთელობისთვის, იგი ხელს უწყობს კალციუმის შეწოვას და შედეგად ძლიერი ძვლების წარმოქმნას. მაყვალი ასევე შესანიშნავია საჭმლის მომნელებელი სისტემისთვისაც. მისი მაღალი დიეტური ბოჭკოვანი შემცველობა ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, ნაწლავების რეგულარულ მოძრაობას და ყაბზობის პრევენციას. მაყვალი ანტიოქსიდანტების, ანტოციანინებისა და პოლიფენოლების შესანიშნავი წყაროა. შესაბამისად ის სხეულის უჯრედებს ჟანგვითი სტრესის განიცავს და ხელს უწყობს გრძელვადიან ჯანმრთელობას. მაყვის ძლიერი ანტიოქსიდანტური პროფილი კოგნიტურ ფუნქციასა და გულის ჯანმრთელობაზეც დადებითად მოქმედებს. მაყვის ანტოციანინები და პოლიფენოლები პირდაპირ კავშირშია გაუმჯობესებულ კოგნიტურ შესაძლებლობებთან, მათ შორის მეხსიერებასთან და კონცენტრაციის უნართან. უფრო მეტიც, ეს ანტიოქსიდანტები ხელს უწყობენ გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას სისხლძარღვების ფუნქციის გაძლიერებით, ანთების და არტერიული წნევის და ქოლესტერინის დონის შემცირებით. მაყვის ბოჭკოვანი შემცველობა ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობასაც. საკვები ბოჭკოები ქოლესტერინს ამცირებს, რადგან ის მას ორგანიზმიდან უბრალოდ გამოდევნის. შესაბამისად მცირდება გულის დაავადებების რისკიც. გარდა ამისა, უმჯობესდება სისხლძარღვების ფუნქცია და არტერიული წნევა. მაყვალი ასევე გაცვდით კალიუმს, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს გულის სწორი რიტმისა და კუნთების ფუნქციის შენარჩუნებაში. კალიუმის ადეკვატური მიღება ასოცირდება არტერიული წნევის შემცირებასთან და ინსულტის დაბალ რისკთან. მაყვალი ყველაფერთან ერთად შესანიშნავი პროდუქტია იმის გამოც, რომ ის ძალზე დაბალკალორიულია და ამავდროულად ამდენ ვიტამინს, მინერალსა და ანტიოქსიდანტს შეიცავს.
შესაბამისად ეს კენკრა მისწრება იმ ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ რაიმე გემრიელი სასუსნავით აიმაღლონ იმუნიტეტი, აღიჭურონ მინერალებითა და ვიტამინებით, მაგრამ წონაში მომატების ეშინიათ. ამ ყველაფრის ერთმანეთთან შერწყმის საშუალებას იძლევა მაყვალი. მისი ვიტამინები და ანტიოქსიდანტები სინერგიულ გავლენას ახდენენ კანის ჯანმრთელობაზე. C ვიტამინი ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას, კანის ელასტიურობას და ახალგაზრდულ გარეგნობას. ანტიოქსიდანტები ანეიტრალებენ თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც წინააღმდეგ შემთხვევაში კანის უჯრედებს დააზიანებდნენ და ნაადრევ დაბერებას გამოიწვევდნენ. მაკვლის მკვებავი ელემენტები დადებითად მოქმედებს თმების ჯანმრთელობაზე. მასში შემავალი ვიტამინები და ანტიოქსიდანტები ხელს უწყობს თმის ძლიერი ფოლიკულების შენარჩუნებას, შესაბამისად თმის ჯანსაღზრდას და ამცირებს თმის წვენას. ეხლა რეცეპტების დროც დადგა. მაკვლის ფესვები გრიპის, ხველების, ტრაქეიტის, ბრონქიტის, ანგინის დროს. 2 სუფრის კოვს მაკვლის დაქუცმაცებულ ფესვს 9 ლიტრი წყალი დაასხი. მთელი ღამე გააჩერე. დილით 5 წუთი ხარში და ოდნავ რომ შეგრილდება, გადაწურე. მიღებული სითხიდან 1/3 დილით უზმოზე მიირთვი, დანარჩენი კი შუადღესა და საღამოს. მაკვლის ფოთლების ჩაი. 2 ჩაის კოვს გამხმარ ან 4 ჩაის კოვს დაჭრილ ნედლ ფოთლებს 150 მლ მდუღარე წყალი დაასხი და 10 წუთის შემდეგ გადაწურე. დიარეის შემთხვევაში 2 დღის მანძილზე ჭამის წინ ან ჭამის შემდეგ დღეში 3-ჯერ მიირთვი. სისხლში შაქრის დასაწევად ჩაისთვის ფოთლების რაოდენობა გაანახევრე და 200 მლ წყალი აიღე. პირის ღრუს და ყელის ანთების შემთხვევაში 1 კვირის მანძილზე დღეში რამდენიმეჯერ ივლე. აკნეს და გაღიზიანებული კანის სამკურნალოდ კი ეს ჩაი საფენების დასამზადებლად გამოიყენე. მაყვლისა და პიტნის გამაგრილებელი ლიმონათი. 1 ჭიქა ახალი მაყვალი. 1-2 ჭიქა ლიმონის წვენი. პიტნის 5 ნედლი ფოთოლი. 2-3 სუფრის კოვზი თაფლი გემოვნებით. 2 ჭიქა ცივი წყალი. ყინულის ნატეხები. პიტნის ფოთლებს დაასხით ადუღებული წყალი და 15 წუთი გააჩერეთ. ფოთლები ამოიღეთ და გაგრილება აცადეთ. ბლენდერში შეურიეთ მაყვალი და ლიმონის წვენი. თუ მარტო სითხე გნებავთ, გადაწურეთ. დაუმატეთ თაფლი პიტნის წყალი და კარგად მოურიეთ. მაყვლისა და ჯანჯაფილის ცივი ჩაი. 2 ჭიქა მაყვალი. 4-5 შავი ჩაის პაკეტი. 1 სუფრის კოვზი გახეხილი ახალი ჯანჯაფილი. 4 ჭიქა მდუღარე წყალი. თაფლი ან ნებისმიერი დამატკბობელი, სურვილისამებრ. ყინულის ნატეხები. გარეცხეთ მაყვალი, დაუმატეთ შავი ჩაის პაკეტები და გახეხილი ჯანჯაფილი. დაასხით მდუღარე წყალი და დაახლოებით 5 წუთი დააცადეთ. ამოიღეთ ჩაის პაკეტები და გაგრილების შემდეგ სურვილისამებრ თაფლით დაატკბეთ. გაცივების შემდეგ მაცივარში შედგით. მაყვლის და ჯანჯაფილის ცივი ჩაი სურვილისამებრ ყინულის ნატეხებით მიირთვით. მაყვლის სმუზი 1 ჭიქა მაყვალი 1-2 ჭიქა მაწონი 1 მწიფე ბანანი 1-2 ჭიქა ნუშის რძე ან ჩვეულებრივი რძე 1 ქჩიას თესლი სურვილისამებრ 1 ჭიქ თაფლი სურვილისამებრ სიტკბოსთვის დააბლენდერეთ ყველაფერი ერთად და დაუყოვნებლივ მიირთვით. მაყვლისა და პიტნის ფოთლების სახის აბაზანაფორებისა და სასუნთქი გზების გამწმენდი ეფექტით. დაგჭირდებათ 1 მუჭა გამხმარი მაყვლის ფოთლები 1 მუჭა ნედლი პიტნის ფოთლები ცხელი წყალი დიდ ჯამში მაყვლის გამხმარი და პიტნის ახალი ფოთლები ჩაყარეთ. დაასხით ცხელი წყალი. თავზე პირსახოცი დაიფარეთ და ჯამს ფრთხილად გადაეფარეთ. 2 თქლი 5-10 წუთის განმავლობაში ისუნთქეთ. ფრთხილად იყავით, არ დაიცვათ. მაყვლის ფოთლის თმაზე სავლები. ამცირებს თმის წვენას, აუმჯოსებს ფერს, ძენს ბზინვარებას. დაგჭირდებათ 1 მუჭა გამხმარი მაყვლის ფოთლები. 2 ჭიქა მდუღარე წყალი. ფოთლებს მდუღარე წყალი დაასხი. დაახლოებით 30 წუთის შემდეგ გადაწურე სითხე და შამპუნით დაბანის შემდეგ თმაზე გადაივლე. მაყვლის ფესვების ნაყენი დიარეის, კუჭის აშლილობის დროს. 1 სუფრის კოვს დაქუცმაცებულ მაყვლის ფესვებს 200 მლ ადუღებული წყალი დაასხი და 45 წუთი გააჩერე. გადაწურე და დღეში 3-ჯერ ჭამამდე 9 საათით ადრე მესამედი ჭიქა მიიღე. ჯანმრთელად იყავით ქართველებო. გემშვიდობებით მომავალ საინტერესო ვიდეომდე. კარგად ბრძანდებოდეთ. ჯანმრთელად იყავით ქართველებო. გემშვიდობებით მომავალ საინტერესო ვიდეომდე. კარგად ბრძანდებოდეთ.